თავი მეოთხე. როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, მათ თავს წამოადგნენ მოძღვარნი, ტაძრის მეთაური და სადუკეველნი. გაბრაზდნენ, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა. ბევრმა კი ვინც ისმინა სიტყვა ირწმუნა, მათმა რიცხვმა 5,000-მდე მიაღწია. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები. დაანა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის გვარიდან. შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ. რომელი ძალით? ან ვისის სახელით ჩაიდინეთ ეს? მაშინ პეტრე აღივსო სულიწმიდით და უთხრა მათ. ხალხის მთავარნო და უხუცესო, თუ დღეს ჩვენ მოგვეთხოვება პასუხი ამ უძლური კაცისათვის გაწეულ ქველმოქმედებაზე, თუ როგორ განიკურნა იგი? ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ლოდი, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისი არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ. ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. როცა ხედავდნენ პეტრესა და იოანეს ესოდენ სიმტკიცეს და შეატყვეს, რომ ისინი უწიგნური და უმეცარი ადამიანები არიან, გაუკვირდათ. თანაც იცნეს, რომ იესოსთან იყვნენ ისინი. ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საწინააღმდეგოს ვერაფერს ამბობდნენ. უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა. ამბობდნენ. რა უყოთ ამ ხალხს? რადგან მათი ხელით რომ მოხდა ეს ცხადის სასწაული ცნობილია იერუსალიმის ყველა მკვიდრთათვის და ამას ჩვენ ვერ უარყოფთ. მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ რომ კაცის შვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით. დაუძახეს მათ და უბრძანეს. ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით. მაგრამ პეტრემ და იოანემ მიუგეს და უთხრეს. განსაჯეთ, მართებულია განახვთის წინაშე თქვენ უფრო გისმინოთ ვიდრე ღმერთს. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად ხალხის გამო, რადგან ყველა ადიდებდა ღმერთს მომხდარისათვის. ვინაიდან 40 წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელზედაც მოხდა განკურნების სასწაული. ხოლო ისინი როგორც კი გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარი და უხუცესნი. მათ კი რომ მოусმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეღაღადეს. ღმერთო, შემომქმედო ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრის, რაც მათშია, ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგი ალაპარაკე სულიწმიდით, რაც შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას. აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ. ვინაიდან ჭეშმარიტად შეიკრიბენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ მოემოქმედათ ის, რისი მოხდენა წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენ მას რახვამ. ახლა კი დაინახე უფალო მათი მუქარა და მიეცი შენს მონეთს, ძალა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ შენი სიტყვა, როცა გაიწვი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად, შენი წმინდა მსახურის, იესოს სახელით. როცა ლოცულობდნენ შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილი, და ყველანი აღივსენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას. უამრავ მორწმუნეს ჰქონდა ერთი გული და სული, და არც ერთი თავის ქონებას არ უწოდებდა თავისას, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე. არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდული საფასური მოჰქონდა. დადებდა მოციქულთა ფეხთით და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა, რაც ნუგეშის ცემის ძედით არგმნება, ლევიანმა წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფეხთით დადო.